სულიერი ცნობიერების გაღვიძება და ტრანსფორმაცია, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევა, ურთიერთობის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის აღმოჩენა. რადიო იმედის ეთერშია ანზორ უდიშარიას ეზოთერული პოდკასტი შინაგანი ხმა. მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს უმნიშვნელოვანეს კვირაზე, რომელიც გველოდება და პრინციპში მთელი მარტი დატვირთულია განსაკუთრებული მოვლენებით, იმ მოვლენებით, რომელიც შემდეგი 3 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის, მსოფლიოს და თითოეული ადამიანის ბედის წერას განსაზღვრავს, ამიტომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება, გავითვალისწინოთ ის, რომ რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით შემდეგი პერიოდის მანძილზე. ჩვენ გვიახლოვდება მთვარის დაბნელება. ეს არ იქნებოდა საშიში, რომ არ ხდებოდეს ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, ისეთ მნიშვნელოვან მომენტებში, სადაც სხვა ესე ვთქვათ, ციური სხეულებიც ამ ყველაფერს აძლიერებს, ხელს უწყობს და შესაბამისად უფრო ინტენსიური ხასიათისა, უფრო მძლავრია, ვიდრე ჩვეულებრივად შეიძლებოდა ამ დაბნელებას ჩაევლო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერკვეთ, რა არის მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება ეს არის კავშირი ჩვენს ქვეცნობიერთან, შინაგან სამყაროსთან. კარგ შემთხვევაში ჩვენი შინაგანი სამყარო იცვლის ფერს, იცვლის ღირებულებებს, ფასეულობებს, წარმოდგენებს, ხვდება იმას, რომ რაც აქამდე უკეთებია მისთვის აღარ არის საკმარისი, აღარ არის სწორი და ხდება ადამიანის ცხოვრების სრული ტრანსფორმაცია, როგორც შინაგანი ემოციური მდგომარეობა, ასევე ნელ-ნელა ეტაპობრივად იწყება ცვლილებები ჩვენს ირგვლივ სამყაროში. რთულ შემთხვევაში ეს არის მაღალი უკმარისობა, ენერგიების, ემოციების, რა თქმა უნდა, კონფლიქტურობა, აგრესიულობა, შიშების ზემოთ ამოსვლა, გარკვეული პანიკის, რომელიც ქვეცნობიერში არსებობდა. ამიტომ ჯანმრთელი ცნობიერებისთვის ეს არის ტრანსფორმაცია, ხოლო ცნობიერებისთვის, რომელიც დაზიანებულია, შეიძლება ეს პერიოდი აღმოჩნდეს მტკივნეული და ბობოქარი, ესე შეიძლება დავარქვათ. გარდა ამისა, რადგან ჩვენ წინ გვაქვს ასევე მზის დაბნელებაც და ეს დერეფანი, ხიდი, რომელიც უნდა გაიდოს 14-დან 29 მარტამდე, ეს პერიოდი ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი და მოქმედებები ჩვენი არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ისეთი, რომელსაც მერე საბოლოო ჯამში ვინანებთ. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ რა ვქენი ასეთი ნეტა, რომ მერე ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდა. აი თუ არ გინდათ, რომ ეს თქვათ და მერე გაგახსენდეთ ჩემი სიტყვები, აი ეს 2 კვირა ეცადეთ, რომ მაქსიმალურად იყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში, მშვიდად გარემოსთან, არ აყვეთ კონფლიქტებს, ეცადეთ, რომ ყველა ის ენერგო რესურსის წამრთმევი ადამიანები ჩახსნათ თქვენი ცხოვრებიდან, დაამთავროთ ყველაფერი ის, რაც ხელი შემშლელია, რადგან ეს ყველაფერი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ხდება, შესაბამისად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შინაგანი ძალაუფლების მოპოვებასთან არის კავშირში. ვერძი საკუთარ თავს ფლობს და თუ აი ამ ფლობას საკუთარი ცხოვრების, გარემოების, ძალაუფლების სწორად დემონსტრაციას ჩვენს ირგვლივ ვერ მოვახდენთ, ეს შეიძლება ჩვენთვის აღმოჩნდეს პრობლემების წარმომქმნელი სამომავლოდ. როგორც წესი, ეს ყველაფერი უფრო გლობალურადაც მუშაობს, უფრო გლობალურად ესეც შეეთყობა უკვე მსოფლიოს, რომ სხვადასხვა წამოწყებებით ძალაუფლების გამყარების მცდელობა იქნება და ახალი წესრიგის შექმნის მცდელობა. რაც ეს სწრაფად, რა თქმა უნდა, სამყაროს არ დაეთყობა, თუმცა ის, რაც ჩვენ გველოდება მარტის პერიოდში, აუცილებლად იქნება რეალიზებული და განვითარებული მთელი 3 წლის მანძილზე. ამიტომ ერთის მხრივ გილოცავთ ყველა ჩვენქანი მოვესწარით ახალი ერის დასაწყის და მეორეს მხრივ ჩვენ გვჭირდება წინდა ხედულობა, რომ ეს პერიოდი სწორად განდულოთ. რადგან ამ პერიოდში ვენერა, ემოციები პირდაპირ ეს მე მინდა რაც ჩვენ გვსურს
ეს მიმართულებებიც იცვლება პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობების კუთხითაც დიდი გადათამაშებები მიდის. ზოგადად ჩვენი მინდები იცვლება ამ პერიოდში, ამიტომ კოლეგებთან ურთიერთობა, სამსახურეობრივი მიმართულებით, ეს იქნება თანამშრომლობა ბიზნესში და ასე შემდეგ, თუ ზოგადად პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობები, აი ამ ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ შეიძლება გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორ კვირაში იქნება მიღებული, განსაზღვროს ბედისწერა ურთიერთობის მომავალში როგორ განვითარდება. ყველანაირად ეცადეთ, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი, დაძაბულობა, აგრესია, ეცადეთ, რომ შეიკავოთ თავი მოგზაურობისგან, ესე თქვათ, შორგზაზე გადაადგილების ცდილობა თუ აუცილებელი საჭიროება არ არის და ასევე ოპერაციული ჩარევები, ანუ მინიმალურამდე დავიყვანოთ ის აქტივობები, რომელიც ასე თქვათ აუცილებლობას არ წარმოადგენს და კიდევ რა თქმა უნდა თავის შეკავება ისეთი სპორტისგან, რომელსაც შეიძლება ტრანვები მოჰყვეს. ეზოთერიკა პერიოდს პოზიტიურად აფასებს, ჩემი სამყარო უხარია რომ ეს დრო დადგა, იმიტომ რომ კოლოსალური შესაძლებლობაა ცხოვრების ტრანსფორმაციის. თუ თქვენი ცხოვრება აქამდე კარგად მიდიოდა, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გააუმჯობესოთ, თუ ცუდად მიდიოდა და რაღაცები იყო, რაც არ მოგწონდათ, შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ეს არის 20 მარტი, როცა სამყაროში უკვე დგება ახალი წელი, სამყაროს აქვს ესეთი თვით გადატვირთვის წერტილი და ეს არის სწორედ წელს ესე დაემთხვა 20 მარტს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ესეთი სიმბოლური აღდგომის პერიოდი, როცა ბუნება აღსდგება, სამყარო გაიღვიძებს, მის სიცოცხლო ენერგია სამყაროში მომრავლდება და თითოეულ ადამიანს ამ ენერგიის მიღება ჭირდება. მე სპეციალურად ამ მიმართულებით ვემზადები და გვაქვს სპეციალური მედიტაციური მოქმედებები, რომელსაც კონკრეტულად ვახორციელებთ, თქვენ შეგიძლიათ აი ამ დღეს დაწეროთ ის მიზნები, ის სურვილები, ის გეგმები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს შემდეგი წლის მანძილზე და ეს ყველაფერი კოსმოსს გააგებინოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა და ეს აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ, არ შეიძლება 20 მარტის ჩვეულებრივად გატარება, იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად ბედობის დღე, ეს არის ის დღე, როცა ჩვენ მთელი წლის მანძილზე აი ის მოქმედებების ემოციები, რომელსაც ამ დღეს განვიცდით, აბევრებს შემდეგი პერიოდის მანძილზე, ამიტომ თუ მარტივად გინდათ გაატაროთ 14 მარტიდან 29 მარტამდე პერიოდი, წარმოიდგინეთ თქვენს გონებაში დასახეთ ესეთი გეგმა, რომ ეს ყოველი დღე არის ბედობა, რასაც აქ გააკეთებთ, ის გაბევრდება და ესე იცხოვრეთ. ყველაზე სწორი შემადარებელი არის იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ ან რა არ უნდა გავაკეთოთ. თქვენთან ვიყავი მე, ანზო როდიშარია და ჩვენ ძალიან მალე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოთ ბედნიერი.